თქვენი ყოფილი თქვენზე. მოდი ეს თემაც ვნახოთ. მესიჯი ყველასთვის არის, მაგრამ არა ყველაფერი. გაითვალისწინეთ. მაშ ასე, რას ფიქრობს თქვენი ყოფილი თქვენზე? აქ იმდენი ბრალდებაა მისი მხრიდან, რომელი ერთი ჩამოთვალო, არ ვიცი, თუმცა შევეცდები. გადანაშაულებთ დაძაბულობაში, რომელიც თქვენ შეიტანეთ ურთიერთობაში. გამოიწვიეთ ის, გამოიყვანეთ წყობიდან. რის შედეგადაც ისეთი სიტყვები ისროლა ქცევებით განპირობებული, რასაც იმ მომენტში თვლიდა რომ სწორი იყო. მაგრამ შემდეგ გაცნობიერებაში ხვდება რომ გადაამლაშა. თუმცა აღიარება არ სურს რა თქმა უნდა. ფიქრობს რომ ყველაფერი კარგად გქონდათ, სანამ გაჭირვები არ დაიწყეთ, ანუ მეტის მოთხოვნილება გაგიჩნდათ. ადანაშაულებდით უყურადღებობაში ეჭვიანობდით, აკონტროლებდით, თითქოს ჰაერი შეუზღუდეთ კიდეც. რამაც გამოიწვია მისი ნელ-ნელა აღშფოთება. ამ ყველაფერში თავისთავად ის რა თქმა უნდა მართალია. მაგრამ საკუთარ თავს ხომ ვერ მოატყუებს. როგორც ჩანს, ანებირებდით კიდეც, რადგან თქვენი ხელი აშკარად აკლია. ენატრება ის დრო, როცა ყველაფერი ქონდა თქვენი მეშვეობით, სრული პაკეტი, კომფორტის ზონა, როცა თავს ესე ვთქვათ მეფედ გრძნობ. თავდაჯერებულობაც მეტი ჰქონდა თქვენს ხელში, ვიდრე ახლა აქვს. სერიოზულ დეფიციტშია უთქვენოდ, მაგრამ ამის დემონსტრირება არ სურს. პირიქით, ისე უჭირავს თავი, თითქოს მისთვის სულ ერთი ხართ. არ დაიჯეროთ არც ერთი წამი. სულ ერთი ვინ-ვინ და თქვენ ნამდვილად არ ხართ. სხვათა შორის იმედოვნებს, რომ ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა. კიდევ ებღაუჭება თქვენგან ინიციატივებს, რომლის მოლოდინიც აქვს. თუმცა თქვენ არაფერს აღარ აკეთებთ. რადგან მან სერიოზულად გადალახა ზღვარი, რომელიც იცოდა რომ არ უნდა გაერღვია, რადგან ამას თავისი შედეგები ექნებოდა, თუმცა სანამ არ დაანახეთ ნათლად, იქამდე არ ეგონა რომ გაიმეტებდით. ახლა იცით რას ფიქრობს, რომ კიდეც გაიმეტეთ და კიდეც გაწირეთ. რაც თავისთავად, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, როგორი დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, ამან უფრო აგამაღლათ მის თვალში. რადგანაც, როგორც იტყვიან ხოლმე, როცა ხელის გულზე გიდევს რაღაც, ვიღაც, ვერ ხედავ, ვერ ამჩნევ, ვერ აფასებ. აი, როგორც კი დაკარგავ, მე იწყებ მის დაფასებას, შემჩნევას, შეყვარებას და ასე შემდეგ. მე წარმატებებს გისურვებთ ინდივიდუალურად 557 16 73 53 წერთ WhatsApp-ზე.